მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ არხზე. დღეს ტრადიციულად გვექნება რაღა თქმა უნდა ისევ და ისევ ყოველთვიური პროგნოზი. ამ შემთხვევაში უკვე აგვისტოს თვესთან დაკავშირებული სიტუაციები. იმისთვის, რომ თქვენი მხრიდან მოხდეს ენერგობალანსირება, საჭირო არის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, მათ ვისაც გამოწერილი არ აქვთ ჩემი არხი, რომ გამოიწეროთ. შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით Facebook-ზე ან Instagram-ის გვერდზე, ასევე მე მაქვს ჩემი საავტორო წიგნი მაგიური მცენარეების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომი არის ბიბლუსის ყველა ფილიაში საქართველოს მასშტაბით. მაშასადამე, დავიწყოთ ზოგადად პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, როგორი იქნება ზოგადად არსებული თვე, აგვისტოს თვე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლები, მესამე ვარიანტი. მნიშვნელოვანი სიახლეები რა შეიძლება იყოს არსებულ თვეში და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი და ასე ვნახოთ ზოგადად თავარი გაფრთხილება თქვენთვის არსებულ თვეში. შეხედეთ კარტებს. აირჩიეთ თქვენთვის ასურველი ვარიანტის, რომელიც ახლოს იქნება, რომელიც მეტად დაგიძახებთ, მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ, დავიწყებთ პირველი ვარიანტით. ზოგადად თვის ფონი საკმაოდ კარგი იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს შემოსავლების მდგომარეობას. ეს იქნება თვე, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით გაგეზდებათ მატერიალური შემოსავლები, პირდაპირ მნიშვნელობით გექნებათ სიახლეები. თუ ვინმე რამის გაყიდვას აპირებთ, გაყიდვის კუთხითაც საკმაოდ დიდი არის შანსები, რომ მოხდეს ამისი რეალიზება. ანუ მთელი თვის განმავლობაში გექნებათ საკმაოდ კარგი შემოსავლები, წინსვლა, განვითარება. გარკვეულ კატეგორიაზე გადათამაშდება ესეთი მომენტი, რომ სასტარტო რეჟიმი დაიწყება. და კონკრეტულად აი აგვისტოს თვეში იქნება რაღაც კონკრეტული თემების გარკვევა და კონკრეტულად სექტემბერში უკვე იქნება ერთგვარი რაღაც სიახლეები, შეიძლება იყოს ახალი სამსახური, შეიძლება იყოს დაწინაურების პერსპექტივა, ანუ ყველაფერი რაც დაკავშირებული არის ზოგადად წინსვლა განვითარებასთან კარგი გაგების კუთხით, ხო? ყველაფერი კარგი მატერიალური თემები გილაგდებათ აგვისტოს თვის მდგომარეობაში, ანუ საწუწუნოდ თემა მოდი ასე გეტყვით, რომ არ გექნებათ. ზოგადად მნიშვნელოვანი სიახლეები და ასპექტები რა იქნება არსებულ თვეში. მნიშვნელოვანი ასპექტების კუთხით და სიახლეების კუთხით აჩვენებს თემას, რომ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები და მათ რეალურ სახეს დაინახავ, ვინცაც რეალურად შენი შურდა, ვინც შენთან მიმართებაში მტრული და მოკიდებულებით იყო. ანუ არსებული თვე შენთვის იქნება რეალობასთან შეჯახების პოზიცია. ეს გარკვეული კუთხით შეიძლება ცოტათი მტკივნეული პროცესი იყოს, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ კარგი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანის რეალურ სახეს დაინახავ. მას ვისაც შენთვის ცუდი უნდა და ვინც შენს საწინააღმდეგოდ აკეთებდა ვიღაცა კონკრეტული ადამიანის გარკვეული საიდუმლოს გაგების თემაც შეიძლება იყოს, რაც გარკვეული კუთხით შენ შესაძლებელი არის გაზიანებდა, ან თუნდაც რაღაცა ჭორის თემები ყოფილიყო. ანუ შენთვის არსებული თვე იქნება სიცხადის პერიოდი, თვალების ახელის პოზიცია და რეალურად მოიშორებ ისეთ ადამიანებს, ვინც აღარ გჭირდება, რომ შენ ცხოვრებაში იყვნენ. ანუ კარგის კუთხით იქნება შენთვის ეს. და ზოგადად ვნახოთ მთავარი ასე ვთქვათ გაფრთხილება არსებულ თვეში. არ იყო ჩაკეტილ პოზიციაში, არ იყო მოშებულ მდგომარეობაში. მთელი თვის განმავლობაში ეცადე, რომ მაქსიმალურად იყო აქტიური, ცოცხალი, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით არ იყო გადაშვებული დეპრესიულ თემაში, არ იყო მოშებულ სიტუაციაში, სიზარმაცის თემაში. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც მუდმივად უნდა იაქტიუროს, მუდმივად უნდა იყოს ჩართული ცხოვრებისეულ არსებულ პროცესებში და როგორც კი რაღაცა მომენტში მოეშვები ან პირდაპირ მნიშვნელობით არაფრის კეთების სურვილი არ გექნება, ავტომატურად ძალიან ძირს ჩადიხარ ფსკერის მდგომარეობაში, იქ ფინანსები იქ სიყვარულის თემები, ნებისმიერ სიტუაციაში ხელი გეშლება. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინე შენ მენტალურ მდგომარეობასთან, რას ფიქრობ, რაზე ხარ კონცენტრირებული და რას აქცევ ყურადღებას. თუ შენ უფრო მეტად დეპრესიულ თემაში გადახვალ არსებულ თვეში, ჩათვალე, რომ ყველაფერი ამ მოგიტრიალდებოდა ის, რაც შეიძლება რომ წარმატების თემა ყოფილიყო, პირიქით უფრო მეტად შენთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ყველაფერი. ასე რომ მეტი სიფრთხილე საკუთარ მენტალურ მდგომარეობასთან და ასევე ძილის მდგომარეობას ეცადე, რომ ასე ვთქვათ, დაირეგულირა. ყურადღება მიაქცია მეტად შენ ინტუიციას და შეგრძნებებს, რომელებიც მოდის. ესეთი იყო პირველი ვარიანტი, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის პირველივე ინფორმაცია, რაც მოდის, სტაბილურად კარგი სიტუაციები იქნება აგვისტოს თვეში, თუმცა შანსები საკმაოდ დიდი არის, რომ შეხედეთ რამხელა ცეცხლის ალი აქვს, ხო?
მეორე ვარიანტზე საკმაოდ დიდი არის იმის შანსები, რომ მოხდეს თქვენი გადაადგილება, სადმე წასვლა დასასვენებლად ან საქმიანი კუთხით გამოჩნდეს სიტუაცია, რომელიც საკმაოდ კარგ შედეგებს დადებს თქვენ სიტუაციაში, ხო? ნაყოფიერი პერიოდი არის სტაბილურობის შენარჩუნება, ეს იქნება პერიოდი, როდესაც საკუთარ თავს იპოვი, საკუთარი თავი გეყოლება ზენიტის მდგომარეობაში, ხო? ანუ რაღაცა სანერვიულო სიტუაციები და პანიკური თემები ამ თვეში შენთვის არ იქნება. საკმაოდ კარგი პერიოდი არის, თუ კი რაიმეს წამოწყება გინდო და ეს იქნება ელემენტარული ვარჯიშის მდგომარეობა, იქნება რაიმე სახის გადაწყვეტილებების მიღება შენთვის საკმაოდ კარგი იქნება თუ რაღაც ახალს დაიწყებ ისეთი რასაც შეიძლება რომ აქამდე არ აკეთებდი და გეზარებოდა, ხო? ზოგადად ვნახოთ მნიშვნელოვანი სიახლე შენთვის არსებულ თვეში რა იქნება. სიახლეები მატერიალური კუთხით. ნელ-ნელა და მე უკვე რაღაც სერიოზულ მატერიალურ თემებში გადეხარ. იქნება საწყისი ეტაპები ფინანსური ზრდის. მეტად შესამჩნევი გახდები საზოგადოებისთვის, გარშემოყოფებისთვის, შეიძლება გარკვეული სახის შემოთავაზებებით შემოვიდეს შენთვის ფინანსური ასპექტის კუთხით, დაგიმატონ რაღაცა სიტუაციები სამსახურებრივ თემაში და ფინანსური ზრდა იყოს, ან დამატებით რაღაცა რესურსების შესაძლებელი არის მოხდეს. ისეთი, რასაც შეიძლებოდა რომ დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდე, ხო? ასე რომ შენთვის სიახლეები იქნება ფინანსური კეთილდღეობის კუთხით. ახალი სანაცნობო, ახალი ადამიანების ესეთი კატეგორია, რომლებიც სამომავლოდ საკმაოდ გამოგადგებიან სიტუაციურად ხელს წაგაშველებენ საქმეებში. ანუ მეტად იქნება შენი გააქტიურება გარშემომყოფებთან მიმართებაში და გარშემოყოფებიც მეტად ინტერესს გამოიჩენენ კარგი დადებითი კუთხით. ანუ რაიმე კონკრეტული საშიში, როგორც ასეთი სიახლეების კუთხით, როგორც ასეთი არ არის. ზოგადად რას უნდა მიაქციო ყურადღება, აქაც ანალოგიურად ძალიან ქავს პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტი არ იყო ჩაკეტილი. არ იყო უმოქმედ მდგომარეობაში. შენ შემთხვევაში შესაძლებელი არის ხშირად გქონდეს ხოლმე მელანქოლური მდგომარეობა, რომ ან ყველაფერი, ან არაფერი ერთი რაღაცა პოზიციაში არ გამოვიდა სიტუაცია, მე უბრალოდ იჭრები პირდაპირ მნიშვნელობით აირევი, არაფრის კეთების სურვილი არ გაქვს, მომენტში შეიძლება ჯიბრით გააკეთო, მაგრამ შეცდომები დაუშვა, აქ პირდაპირ რაც არის გაფრთხილების კუთხით, მეტი კონცენტრირება და გააზრებულობა, რას აკეთებ, რისთვის აკეთებ და რა შედეგი შეიძლება გამოხდეს გამოვიდეს შენი ასე თქვათ არსებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ხო? არ იყო ასე თქვათ ნაჩქარები გადაწყვეტილებებში და არ მიიღო ესეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება შენთვის აზიანი იყოს. არ თქვა, რომ აი всё, ეხლა უცებ ცხელგულზე არ მიიღო გადაწყვეტილებები, რაც შენთვის დამაზიანებელი იქნება. დანარჩენი კუთხით შანსები გააქვს, რომ გამოხვიდე ჰორიზონტის მდგომარეობაში. სამიანის კვერთხები ზოგადად ეს არის მდგომარეობა, რომ ადამიანი არჩევანს აკეთებს, ან გადის ამ მდგომარეობიდან არჩება იმ მდგომარეობაში, რაშიც არის. ასე რომ არჩევანი შენზე არის პირდაპირ მნიშვნელობით. და რა თქმა უნდა, ჩვენი მესამე ვარიანტის წარმომადგენლები. ძალიან მაგარი პერიოდი არის თქვენთვის, პირდაპირ მნიშვნელობით ზომიერების ანგელოზი ამოვიდა, თელი თვე გექნება სტაბილური, როგორც სიტუაციურად, ასევე მფარველობის კუთხით. ისეთი რაღაცა თემებიდან შეიძლება გამოხვიდე ადვილად და ისეთი ადვილად გადალახვადი პროცესები ქონდეს, თავადვე გაგიკვირდეს, რომ როგორ, რანაირად ამას თავი როგორ დავაღწიე სიტუაციურად, ხო? ანუ ემოციური დასტაბილურების პერიოდი იქნება შენთვის, პერიოდი, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით იგრძნობ, რომ მართლა გაქვს დაცულობის შეგრძნება, რომ მართლა გაქვს მფარველობა, რომ მართლა უყვარხარ სამყაროს, ხო, შემოქმედს. ეს იქნება საკმაოდ კარგი, სტაბილური და საკუთარი ემოციებისთვის დამასტაბილურებელი მდგომარეობა, ხო? სანთელიც გავაჩერეთ. ასე რომ მაქსიმალურად იყავით ორიენტირებული იმაზე, რაც გინდათ და დროულად იმოქმედეთ, რომ რაღაც გარკვეული კუთხით შანსები არ გაუშვათ ის, რაც შესაძლებელი არის ცხოვრებისეულად მოგეცეთ. და მოდით ვნახოთ თავარი მნიშვნელოვანი სიახლე თქვენთვის რა შეიძლება იყოს. სიახლეების კუთხით შესაძლებელი არის მოხდეს ისეთი ადამიანების გამოჩენა და ისეთი შემოთავაზების მოსვლა თქვენ ცხოვრებაში, რასაც ქვეტექსტის მდგომარეობა აქვს. ხო, 7-იანის თასები ეს არის რემონტი არის გვერდზე და არ შეიმჩნევთ ფიზიკურად, ეს ხმები არის მთელი დღის განმავლობაში. 7-იანის თასები ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანთან მოდის შემოთავაზებები, ილუზიური მდგომარეობა და ხშირად შეიძლება მაცდუნებელი რაღაცა შემოთავაზების ფონზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და მერე თავადვე აღმოჩნდე რაღაცა, ასე თქვათ, ნახე დაგებულ პოზიციაში, ხო, რაღაცაში მოტყუებული გახდე. სიახლეების კუთხით ზუსტად ეს თემას აჩვენებს. შესაძლებელია გამოჩნდნენ
ადამიანები ან სიტუაციები, რომლებიც ერთ შეხედვით საკმაოდ მაცდური ენერგიის მატარებელი არის, კარგად არის მოხიბლული პოზიცია შეიძლება იყოს, მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს, რეალობა არ აღმოჩნდეს ისეთი კარგი და იმდენად ნაყოფიერი, როგორც შეიძლება რომ შენ გეკონოს. ასე რომ არსებულ თვეში ადამიანებისგან შემოთავაზებული სიტუაციები რაც გექნებათ, 100-ჯერ გადაამოწმეთ სიტუაციურად და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. არ მოხდეს თქვენი გამომყენებლობა, არ მოხდეს თქვენი მოტყუების პოზიცია. არ იგრძნოთ თავი დამცირებულად, გამოყენებულად. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ამ კუთხით და რა თქმა უნდა, დამატებით სიფრთხილის პოზიციის მდგომარეობაშიც ემოციები შენივე დამღუპელი პოზიციის მატარებელი არის, ხო? მეტი ყურადღება მიაქცია საკუთარ ემოციებს, საკუთარ ფიქრებს, რაზე ფიქრობ, რაზე დებ ენერგიას, რაზე ხარ კონცენტრირებული, რა არის შენთვის პრიორიტეტი, რა გინდა რეალურად, რა გჭირდება ამ ცხოვრებაში. ხშირად შესაძლებელი არის შენი ემოციური ფონიდან გამომდინარე ღებულობდი არასწორ გადაწყვეტილებას, ან უცებ აბაბოგრებულ მდგომარეობაში მოგინდეს ისეთი რამის გაკეთება, რაც იცი რომ არასწორი არის, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც თითქოს გინდა რომ იმ მომენტში კი შეიძლება გაგისწორდეს სიტუაციურად, მაგრამ მეორე მომენტში სანანებელი თემა გქონდეს. მეტი სიფრთხილე გამოიჩინე საკუთარ სურვილებთან დაკავშირებით, რასაც ითხოვ და რასაც გინდა რომ რეალიზება გაუკეთო, ხო? ეს ნამდვილად ის არის, რაც გჭირდება, თუ უბრალოდ შენი ეგოს თემები არის, თუ უბრალოდ შენი რაღაცა ჯიბრიანობის თემები არის. მეტი სიფრთხილე საკუთარ გადაწყვეტილებებთან და ფიქრებთან, რასაც ფიქრობ. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები. დამეწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო. პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით პირადში.